ლეოპარდზე მინდა გკითხოთ, ლეოპარდზე. ხო, ნუ ლეოპარდზე ის ღამე ძალიან ცუდად მახსოვს, ძალიან ვინერვიულე, მე დამშვიდი. არა, მე ასე ფოტოხაფანგმა რო დააფიქსირა. ხო, კი. ჯიქი ხო ჩვენ ბურად? ძველ ქართულად ვეფხი, არა ვეფხვი. ვეფხი. მე დასავლეთური ფორმა შემოვიდა ეთყობა ჯიქი, ნუ ეგ არის ლეოპარდი, ეგ არის კავკასიური წინააზიური ფორმა, აი დიდი აზიური ლეოპარდი. საიდან გაჩნდა? ის სულ არის. სულ არის? ხო, მე ხა გეტყვით როგორ მოხდა. ყველგან არა ფოტოხაფანგები. ეხლა იქაც არისო ფოტოხაფანგები, არა ვარ დარწმუნებულები, რომ არ შემოიარა. სელფი გადაიღო და გამოვაგზავნა. ხო და ეხლა დახვდა უზარმაზარი 3 კილომეტრიანი ღობე და ყველა საინტერესო რა არის, იქ გავაკეთე ცოტა რთული ღობე. ძირს დაფენილია მიწაში, მავთულის ბადე რო ვერ გათხაროს ცხოველმა, აქცენტი მგელზე მქონდა. იმიტომ მგელი თავისუფლად ადის ეგ ეწოდებულ ბადის ღობეზე. დასეირნობს ყველა. ჩვეულებრივად ადის 3 მეტრიან ღობეზე. ზევით გავუკეთეთ ესე გადმოხრილი ისინი და დენის მავთულები. მე რო შევამჩნიე რომ ნაწილი ტყეში გადის და ტოტები ცვივა და დენი ხშირად ითიშება, მეთქი ამის იმედზე არ ვიქნები და გარედან კიდე მავთულხლართი გავუკეთე ეკლიანი თუ ესეთი ბასრი საკმაოდ და რო გავაკეთე ეს მავთულხლართები ირმები შემოყვანი წინა დღე ესე გავიჭიმე მახსოვს რა. შევხედე ჩემ მოადგილეს გიორგი მეტრელს, გიორგი მეუნება. ამაზე ლეოპარდიც ვერ გადავა. ზუსტად ერთ თვეში საღამოს ჩემი მონიტორინგი სამსხურის უფროსი სერგო თაბაგარი მირეკავს და ხმა უკანკალებს. ბატონო რეზო არ დამიჯერებ დაჯექი. რა იყო? ჯიქი. სადმეთქი ჩვენთან. თან ღობე ისეთია, თან ღამე იყო წვიმდა, იღებს და მოეჩვენა ჯერ იქით იყო უკვე გადმოსული იყო ჯიქი და ხო, მეორე ფოტოხაფანგმა 6 ფოტოსურათი, ამან ვიდეო გადაიღო და მართლაც ლეოპარდი. ჯიქი, რომელიც საქართველოში 100 წელს უკან ჩვეულებრივი ცხოველი იყო. ის ძალიან ღონიერი ცხოველია, ძალიან. და ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი. მაგრამ არის ძალიან ფრთხილი. ეგრე არ არის, რომ ადამიანს დაენახოს. ხო. არ ენახება როგორ წესი და ნუ აი ახლა დავსდებთ, დავამატეთ, რა ვიცი, დაცულებმა, მე ნაკრესმა. ხო, ძალიან ბევრი ფოტოხაფანგები ჯერ ვერ ვხედავთ. სადღაც არის. სხვაშორის მონადირეები, აი ძალიან მიჭერენ მხარს ეს ღობე რო ვახსენე, იყვნენ ამოსულები ორი სხვა კლუბია მონადირეების და უსასყიდლოდ გვეხმარებოდნენ უანგაროდ აი მავთულხლართის მეთქი მეჩქარება მიშველეთ და მოვდივართ რა. ხო, იმიტომ რომ ეს ჭკვიანი ხალხია, იმათ მეიციან მე აქედან სარგებლოში და მეორად მეტი მოვიდოდა და ეს მავთულხლართი გავაბით ბოლომდე რაღაცა 2 დღეში.